პროექტის ახალ მოამბე შეიძლება გკითხოთ? არ შეიძლება. გამარჯობა ბიძაჩემო, პროექტის ახალ მოამბიდან ვარ. შეიძლება ინტერვიუთი რამდენიმე კითხვით შეგაწუხოთ? გამარჯობა გოგოებო, შეიძლება რამდენიმე კითხვით შეგაწუხოთ? რას ამზადებს ბებო თქვი? გადაცემას დიდი პროექტები რო იგეგმება ჩვენს მიწა-წყალზე. მაგაზე ვაკეთებთ გადაცემას და გვაინტერესებს რას ფიქრობს ხალხი. კი ბატონო. შეიძლება გკითხოთ ტელევიზორშიც გავა ეს გადაცემა და ასე მიქნები სასწაულად. და მითხარით? მითხარით აბა ბებო. სიმპათიური. აბა თქვენი სახელი როგორ მოგმართოთ? მე ვარ როენა კვარაცხელია სოხუმელი. როინა დეიდა, გალბატონო როინა. დაგეგმილი არის ძალიან დიდი პროექტები. ხო. მთავრობა გეგმავს ამას საქართველოს მიწა-წყალზე. დიახ, გაკიდვას ყიდვას. გაყიდვას და გვეუბნებიან რომ ესო ხალხისთვის არისო სასარგებლო. რამდენად გჯერათ თქვენ ამის მე არ მჯერა ბები ამისი. მე საერთოდ არ მჯერა აქ არაფერს. ეს როგორ შეიძლება? რა არის აქ ხალხისთვის? რა არის ბებო აქ ხალხისთვის? ისინი რომ მიწას ყიდიან და ვიღაცებს აძლევენ, ჩემი სასარგებლოა? ფული რამდენი მილიარდი შემოვიდა და მილიარდზე მილიარდი, მაგრამ ჩვენთვის რა არის აქ? რატო ხდება ეს როგორ ფიქრობ? რატო ხდება და თავი არა გვაქვს ბებია უთავოა ქვეყანა. აი ამიტომ ხდება. ქვეყანა არის უთავო. დელისი. იწერება სახალხო მოამბე. დელისი, გამარჯობა. მოგესალმებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებულია და მოამბეში არის მის ხალხის ხმა. ჩვენ ვიწყებთ სახალხო მოამბეს. მე ვასილი ვანოვჩიკოვანი ვარ, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტი. საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ არ იყოს მიტაცებული და ჩემი საქმიანობა შეჩერებული. თქვენ გაიგებდით რომ საქართველო იყიდება. წანისის ტყეპარკი დედაქალაქის ერთ-ერთი უდიდესი ეკოსისტემა ახლა საფრთხეშია. მიწა რომელიც ხალხს წესით გვეკუთვნის, მალე შესაძლოა ბეტონით დაიფაროს. ქართული ოცნების მთავრობა მრავალ მილიარდიანი გარიგებით არაბული კომპანიის Eagle Hills-ის პროექტის აქციონერი ხდება. Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი აქვს მინიჭებული. მე როგორც ჟურნალისტი რომ დავინტერესდე დეტალებით, რომ შეფასდეს სარგებლიანობა ან პირიქით ზიანი, ამის შესაძლებლობას მოკლებული ვარ სწორედ გაფორმებული კონტრაქტით. ყველაფერთან ერთად კომპანია Eagle Hills ნაკლები გამჭვირვალობისა და შესაძლო კორუფციული გარიგებების გამო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არასანდო რეპუტაცია აქვს. კორუფცია და არასანდო რეპუტაცია ქართული ოცნებისთვისაც არაა უცხო. უკვე წლებია ტყეებს, ძვირფას წიაღისეულს, დინარეებს თუ მთებს მსხვილი ბიზნესმენები და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ეპატრონებიან. სახელმწიფო კერძო ინვესტორების ინტერესებზე ზრუნვითაა დაკავებული. მათ შორის მაშინაც, როცა ინვესტიცია არათუ სარგებლის, არამედ შეუქცევადი ზიანის მომტანია როგორც მოსახლეობისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნებისთვის. ქართული ოცნება ყიდის და ყიდულობს. აბასთუმნის სახელმწიფო ქონება ოფშორული კომპანიიდან პირდაპირ გადაეცა ბიძინა ივანიშვილს კუთვნილ კომპანიებს, ტერასა და ფონდ ქართულს. ფონდი ქართულ იპოდრომის მიტაცებაზეცაა პასუხისმგებელი. 2020 წლის არჩევნებამდე ივანიშვილი თბილისის იპოდრომის დაბრუნებას პირდებოდა. ივანიშვილისა და მისი ოჯახის უპრეცედენტო ქველმოქმედება პოლიტიკური სპეკულაციების თემა ხდება. ფონდი ქართულს სახელმწიფოსადმი საჩუქარს როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოყვა. ამას რო ვერაფასებ, ესე იგი ეს არის ავანტყოფური გადახდა. ამის ნაცვლად 2023 წელს მან 8 ჰექტარი ტყე 85 მილიონ ლარად ძმებ ხაკაძეებსა და მათ სამშენებლო კომპანიას მიჰყიდა. ამ უნიკალურ რეკრეაციულ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს რამდენიმე ცათამბჯენი, რომელთაგან ყველაზე მაღალი იქნება 79 სართულიანი. ვინ იცის რას ააშენებენ ბორჯომის ტყეში, პლატოს უნიკალურ ტერიტორიაზე, სადაც უნიკალური ფიჭვნარი არის გაშენებული. ამ ტერიტორიას ცოტა ხნის წინ ტყის სტატუსი მოუხსნეს. ამბობენ რომ ადგილზე სასტუმრო უნდა აშენდეს, თუმცა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. მოსახლეობისთვის ხელისუფლებას ინფორმაცია არც ბალდის კანიონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე მიუწოდებია. კერძო ინვესტორს გადაეცა უნიკალური ხეობა. აგერ უკვე 700 დღეზე მეტია ბალდელები საკუთარი მიწა-წყალის დასაცავად კარვებში ათენებენ და აღამებენ.
მოსახლეობას პროტესტი აქვს და საკუთარი მიწა-წყლისთვის იბრძვის საირმეშიც. 2024 წელს მთავრობამ რეგიონის ფეოდალს, ესე ვთქვათ, თემურ კოხოძეს ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 1000 ლარად თითქმის მთელი მთა გადასცა 9 საუკუნით. აპროტესტებს საირმის სამონადირეო მეურნეობას და ერთი კაცისგან მიტაცებას 13.202 ჰექტარი ტყის. ჩამოთვლილი არის მხოლოდ ზღვასში წვეთი იმ პროექტებიდან, რომელზეც ჩვენ ვახერხებთ ინფორმაციის მოპოვებას და თქვენამდე მოტანას. ქართული ოცნების მთავრობის სავაჭრო გარიგებებში რამდენად რჩება ადგილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. დღეს სახალხო მოამბე მოვიდა დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ კითხოთ ხალხს. რას ფიქრობთ ტერიტორიების გასხვისებაზე, რათა იქ განხორციელდეს რაღაცა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები? ჩვენ სამშობლოს წააგდება რატომაც არა. ოღონდ 50%-ს უნდა მეც სახელმწიფო პროექტს. ახლა მაგალითად შემოდის კომპანია Eagle Hills-ი 6.6 მილიარდი უნდა დახარჯოს, 33%-იან თანამონაწილეობაში შედის სახელმწიფო. კონტრაქტი კიდე გასაიდუმლოებული არის. ხალხს გააგებინონ, რომ არ შეიძლება ეს 33% არ შეიძლება ეს. ღალატობენ ქვეყანას. დიდ პროექტებზე უნდა ჩატარდეს ხალხის გამოკითხვა. და თუ რამე გასხვისება, სახელმწიფო უნდა იყოს მეტი წილის ფლობელი. და რა უმეტეს 40 წლის, 50 წლის უნდა გასხვიდეს. და საკონტროლო პაკეტი ყველაფერი გასხვისებაში უნდა ეჭიროს სახელმწიფოს. როცა იწყება ამით დროს არ არის გამჭვირვალე, უკვე ჩდება ეჭვები, ხო? რაღაც არ ხდება კანონიერად. თუნდაც ეს ბალდის კანიონთან დაკავშირებით, აი არ ვიცი, კითხულობდი ხოლმე სოციალშიც ხოლმე, ნუ რამდენი ხანი შეძლოს იმ ხალხმა საკუთარი ფიზიკური, რა ქვია, იქ დგომით და წვალებით, რომ რაღაცნაირად შეენარჩუნებინათ, მაგრამ ნუ დღეს ძალახნავს აღმართ სამწუხაროდ. თუნდაც ეს ლარად ნაყიდი მათი მიწები ხოლმე. მე მგონი რომ ეს მათთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ის რომ ქართულ მიწაზე ელემენტარულად თუნდაც იქ მცხოვრებს რო არ ეკითხებიან, რომ რა უნდა აშენდეს. მოყვება საზოგადოების პროტესტი. როგორ ფიქრობთ, ამ პროტესტს ისმენს თუ არა ხელისუფალი და სწორად იღებს თუ არა მოქალაქეთა მოთხოვნას? სამწუხაროდ არ ისმენს, თორემ რომ ისმენდეს არ იქნებოდა ესეთი აქტიური გაგების პროცესი. რატო არ ისმენს, როგორ ფიქრობთ? რა ინტერესია? ძნელია, ეხა ეჭვი რო შევიტანო ეს ჩემი პირადი ეჭვია, მაგრამ ამას უნდა მე გადამოწმება საწავა ის თანხები, იმიტომ რომ ეს ხო ერთი თვით არ არის და ერთი წლით არ არის, ეს მომდენო შეიძლება 10 წლებით არის. ძალიან კაი იყო ჩვენთვისაც და მთელი ქართული ერისთვის. თუ რამე კაი გაკეთდება და თუ არ გაკეთდება კაი და რავი, კითხვები რომ აქვს, ვის უნდა დაუსვა ეს კითხვები, რავი, ვინც არის პასუხისმგებელი და ეხლა ვერ შევეკითხები, ვერავის აქ არ არის არავინ რომ მაგაზე პასუხი გამცეს. მე გასაიდუმლებული არ უნდა იყოს ყველაფერი, გამჭვირვალე უნდა იყოს, რავი და უნდა იყოს ნათელი ყველაფერში, რა ვიცი. გასაიდუმლოებული კონტრაქტი და გიჩენთ თუ არა თქვენ განცდას რომ შეიძლება იყოს კორუფციას, ადგილი შეიძლება კონდეს კორუფციას? არ ვიცი, ვერ გეტყვით მაგას, ვერ გიპასუხებ. შეიძლება ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ხო ხვდებით გასაგები. როგორ ფიქრობთ, აი თქვენ აღქმაში? თევს ბევრი რამის თქმა უნდა, მაგრამ პირი მაგო წყლიცავს ვერ ვლაპარაკობ. რაღაცები, ბევრი რაღაცა მომწონს, არის რაღაცა კითხვის ნიშნის ქვეშ. ესე ჩამოყალიბებულად, რა ვიცი, ხა პლუს მინუსები ყველაფერს ახლავს და მე მჯერავს, რომ საქართველოსთვის ბევრი კარგი რამე გაკეთდება. ახალგაზრდები რაღაც სხვანაირად კარგად ხედავენ მომავალს, ასე მგონია და რა ვიცი, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე თან მუშაობდი უძრავქონებაში და მაქონდა ამასთან შეხება. და ყველა ვიცით, რომ ცოტავდებით ქართველები აქ და იზრდებიან უცხოელები. არ არის სასურველი, რომ ესე მარტივად იყიდებოდეს მიწები და ფორმდებოდეს კონტრაქტები უცხოელებზე. მომრავლდა ძალიან ბევრი აფთიაქები, სუპერმარკეტები და კიდე რა ვიცი, ბანკები, მეტი რა მუშაობს, არაფერი. ეს არის ეკონომიკის და მე ეჭვი მაქვს იმაში, რომ ანუ არ არის ეს ინფორმაციები საჯარო რა, ანუ სად მიდის ეს ფული, როგორ მიდის ეს ფული, ვინ შემოდის, ვინ გადის, ჩვენ ხალხი ამით რა სარგებლობს ვნახულობთ. მე ვარ ექიმი, მე ვიცი ჩემი საქმე, უბრალოდ
არ ვენდობი, რასაც აკეთებენ, რატო აკეთებენ, ეს ადამიანებს ქართველ ხალხს არ მოხმარდება. მე ასე ვფიქრობ. გამოსავალი რაში არის როგორ ვფიქრობთ? უნდა გადადგეს ეს მთავრობა და უნდა ალბათ მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ცოტა მაინც იფიქრებენ ქვეყანაზე. ცოტა ხალხზე, ადამიანებზე, უბრალო ადამიანებზე. რა შეუძლია ადამიანს, აი უბრალო ადამიანს მოქალაქეს გააკეთოს, რომ ან ეს მთავრობა აიძულოს და მომავალსაც არ მისცეს შესაძლებლობა, რომ რა შეუძლიათ ადამიანებს აკეთებენ. განან ქუჩაში მეც ვარ მათთან ერთად ხომ ძალიან იშვიათად ვერ ვიტყვი რომ ხშირად, მაგრამ აი მორალურად ვარ მათთან ერთად. მე ასე დავამთავრებდი ილია ჭავჭავაძემ დაწერა ბედნიერი ერი, ასეთი ლექსი. თითქმის აი ეს ლექსი შეგიძლია თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ ზუსტად იპოვით ქართულ ხალხს. რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს? ძალიან ძნელი პასუხი, რა უნდა გავუკეთოთ? აბა ძალა ამათ ხელშია და ყველაფერი ამათ ხელში არის. ხალხს არაფრად არ ათვლიან და რა ვიცი, ერთად დადგომა რა. ძველი როგორც ხალხის ვიდექით ერთად ესე უნდა დავდგეთ ერთად. ასეთი იყო სახალხო მოამბის მორიგი ეპიზოდი მეტროდელისის მიმდებარე ტერიტორიიდან. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებული რომ არ იყოს ამ პროდუქტს თქვენ სწორედ საზმაოს ეთერში ნახავდით. საზმაო ხალხს თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლებელს, თავისუფლება და სოლიდარობა სინდისის ყველა პატიმარს.